$20 ბურიტო ამერიკაში ხელმისაწვდომობაზე საუბრის მიზეზი გახდა. ხედავთ დიახ, ჩვენ ცხოვრობთ ადამიანის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში, როცა შეგვიძლია გქონდეს ფუფუნება და კომფორტი, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი უფრო და უფრო ძვირდება და ბევრი ადამიანი ამაზე ძალიან გაბრაზებულია. თუ ფიქრობთ, რომ ეს თემა მომავალ არჩევნებში მთავარი არ იქნება, ცდებით. ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ვეღარ შეძლებს ისეთი საბაზისო რაღაცების იდოს, როგორიცაა $20 ბურიტო, ეს იქნება ის საკითხი, რომელსაც პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ, მაგრამ რა მოხდა ზუსტად? რა არის $20 ბურიტო? სკანდალი და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ იწვევს ის კიდევ ერთხელ დიდ განხეთქილებას კონსერვატიულ მოძრაობაში? ანუ მოდი ვცადოთ. და როგორ მოხდით ამ აბსოლუტურად აბსურდულ საუბარში ამ კვირაში? ჩვენ აქ მოხდით, იმიტომ რომ როგორც შენ ცოტა ახსენე შესავალში, Turning Point აშშ-ს ენდრიუ კოლბეტმა თქვა, რომ ერთმა კოლეჯის სტუდენტმა თითქოს უთხრა, რომ არ არის ნორმალური ბურიტო $20 რო ღირს. რაც იცი რა, ეს მართალია. თუ მართალია ვეთანხმები. ეს ნამდვილად არ იქნებოდა ნორმალური. და ამის შემდეგ რაც მოხდა, იყო ის, რომ ჯოელმა, რომელიც აქ არის ჩვენთან, გორდონმა და იცი ბონი მან უპასუხა არგუმენტით, რომ შეგიძლია თავად მოამზადო, ხო ასეა. და შეგიძლია მთელი კვირისთვის $20 მოამზადო. რამდენი 6 თქვი? 6 ბავშვი? ხო, ნებისმიერ შეუძლია, ხო ესეა? იცი მგონია, ხალხს ცოტა დამშვიდება სჭირდება. კარგი, ასე რომ საუბარი დაიწყო, იმიტომ რომ ენდრიუ კოლბეტი ლაპარაკობდა იმაზე, თუ რამდენად ძვირი გახდა ამერიკაში ცხოვრება და $20 ბურიტოების ფასის სიგიჟეა და შემდეგ ჯოელ ბერი, რომელიც Jerry B. Boring Show-ს პროდიუსერია, უპასუხა ასე. ნახე, $20 მთელი ოჯახი ვაჭამე. უბრალოდ სახლში მოვამზადეთ. ყოველთვის არ არის საჭირო გარეთ წასვლა. რაღაცები მართლაც ძვირდება, მაგრამ შეგიძლია ნორმალურ ფასადაც იჭამო სახლში. და ეს არის კითხვა, რომელიც ბევრ ადამიანს აინტერესებს. მართლა ასეა? ცოტა ამ საკითხებზე ხო იცი, ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი მარკ მარკის სუქანს ეძახდა აზრთა სხვადასხვაობის გამო. მართლა სიგიჟეა. იქნებ ორივემ ერთად ბურიტო ჭამოს. მგონი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები იყო. ეს კაცი ბურიტოს არასდროს გამოტოვებს. ან რაღაც ამდაგვარი. რაც იცი, როგორც ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში 1-2 ბურიტო ოჯამია მესმის. სინამდვილეში დიდი ჩიპოტლეს გულშემატკივარი ვარ. ასე რომ ბურიტოს თასები ძალიან კარგად ვიცი და ბურიტოს ინფლაციაც, რომელიც მართლა ძალიან მაღალია. ფიქრობ ბურიტოფლაციას თორი. ამინდა შეგისწორო, მაგრამ თუ პოლიტიკურ ტერმინებს ვეძებთ, მგონი ბურიტოფლაცია. დევიდ, ამ ქვეყანაში საკვები ძალიან ძვირია? ზოგიერთი საკვები ძალიან ძვირია. ვფიქრობ, როცა COVID გქონდა და შემდეგ პანდემია და შემდეგ ცუდი პოლიტიკა, რამაც ინფლაცია გამოიწვია და რაღაც ნაწილი ისედაც მოხდებოდა, როცა ეკონომიკა სხურავ, მერე ხსნი, ის გადახურდება. ჩვენ გქონდა დაახლოებით 30%-იანი ინფლაცია. თუ არ ცდები, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში შევისწავლე ეს საკითხი. იცი, ასე ცუდად არ არის საქმე. მგონი ბოლო 2 წელი საკვებზე, რომელსაც მარაზიაში ყიდულობ იყო, დაახლოებით 2.5 და 2.9%. ეხლა თუ გარეთ ჭამ, ეს არის დაახლოებით 3.7-3.9%. ესე რომ, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენ დროის მანქანა არ გვაქვს. ვერ დაუბრუნდებით უკან და ვერ შევცვლით ჯო ბაიდენის პოლიტიკას. ინფლაცია უბრალოდ არ დაბრუნდება იმ დონეზე, რაც ადრე იყო, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ისეთი ცუდი, როგორც ხალხს გონია. იცი, ისინი ამას გზნობენ, მაგრამ ვფიქრობ, ისინი რაღაცგვარად დაგვიანებულად გზნობენ. ისინი ძირითადად პანდემიის დროს მომხდარის დაგვიანებულ ეფექტებს გზნობენ. ანუ, ზოგჯერ მაგალითად საქონლის ხორცთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც იყო. არის სხვა საკვებიც, სადაც იცით რა ხდება ეკონომიკაში, რაზეც ადრე საუბრობდით, მაგრამ იყო გვალვა, ვფიქრობ და სხვა საკითხებიც არსებობს, რის გამოც მაგალითად საქონლის ხორცი ძვირია. აი ხედავთ, სწორედ აქ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა პრობლემა, რადგან იმის შესახებ კამათი ნამდვილად ხდება ეს თუ არა მნიშვნელოვანია და კი იმის გაგება, რომ დიდი პოლიტიკური მოვლენებები ფასებზე გავლენას ახდენს, ბევრ ადამიანს უჭირს და პანდემიასაც რა თქმა უნდა ექნება გრძელვადიანი შედეგები, მაგრამ ამავდროულად ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირს. ვიცი, რამდენი ჯდება მაღაზიაში წასვლა და საყიდლებზე გასვლა, მაგრამ ფასები ძალიან მაღალია და უმეტესობას არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ შეძლოს კარგად კვება. ან თუნდაც თუ არა სულ სარგებლო საკვები რაღაცა მსგავსი მაინც. და ამიტომ, როცა ცდილობენ თქვან, რომ ეს რეალურად არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შეიძლება სწორიც იყოს, ეს არ პასუხობს კითხვას, რატომ გზნობს თითქმის ყველა ფასები ზრდის სიმძაფრეს. თუ ეს არ ხდება, მაშინ რატომ განიცდის ამას ყველა? პანდემიის გამოა? კარგი, მაგრამ რას ვაკეთებთ ამის წინააღმდეგ? ძალიან რთულია ახალგაზრდებს აუხსნა აბსტრაქტული თეორიები და უთხრა, რომ ისინი არ წოვებენ თვალობენ. თელი ჩემი ნების ყოფა მჭირდება, რომ არა ვიქნიო ხელი და არ თქვა, ჩემს დროს ასე იყო, ჰონგესმი, ხო? მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახალგაზრდებს ყოველთვის უჭირთ, როცა ყველაფერი ძვირია მათთვის, რადგან ისინი სხვებზე ნაკლებს გამოიმუშავებენ. უბრალოდ მინდა თქვა, რომ ნახე გამოკითხო, სადაც ჩანს, რომ გენერაცია Z უფრო ხშირად დადის გარეთ საჭმელად, ვიდრე ბუმერები, რომლებსაც ბევრად მეტი ფული აქვთ. რადგან ეხლა გვაქვს Uber-იც ხელმისაწვდომი. ეხლა ეს ახალი ტექნოლოგიაა. ხელმისაწვდომი ხო, მაგრამ ეს ბევრ ხარჯს ამატებს. როცა ჩემი შვილები ამას აკეთებენ, მინდა გავგიჟდე. მაგალითად, ეს 10-15-20 ამატებს ერთ ჭამაზე. და ეს საინტერესო აზრია, შეიძლება საკვები არ გაძვირებულა, უბრალოდ ჩვენი ზარმაცობა და ჩვევები გაუარესდა. და ამიტომ მგონია, რომ გარეთ ჭამა გვეკუთვნის. მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი, გარეთ ჭამა განსაკუთრებული სიამოვნება იყო. დღეს კი შეგიძლია ფაქტობრივად ყოველდღე გარეთ ჭამო. და ეს მართალია. თუ რომელიმე აპლიკაციას იყენებ, ან თუ რომელიმე უფრო კარგ ძვირიან რესტორანში მიდიხარ, რაც ადრე კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა.
მეტ ფულს დახარჯავ ვიდრე საჭიროა თუ არ ისწავლი სახლში პროდუქტების ყიდვას და მომზადებას ისე, როგორც ჩვენი მშობლები აკეთებდნენ და როგორც ჩვენ გავიზარდეთ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ბევრად უფრო იმაზეა დამოკიდებული, რომ ხალხი გაღარიბდა, მაგრამ მათ უფრო მეტი შეხება აქვთ მდიდარ ადამიანებთან. ამიტომაც გრძნობენ, რომ უფრო ღარიბები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდათ ფული, უმეტესობა ვინც უნივერსიტეტში სწავლობდა, მუშაობდა, სწავლის პარალელურად ხომ ასეა. თუ რა თქმა უნდა, მდიდარი ოჯახიდან არ იყვნენ. ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ მდიდრები, რადგან ისინი მთელი დღე სკოლაში არიან. ისინი მთელი დღე განათლებას იღებენ და თუ გაუმართლად, მშობლები ჯიბის ფულს აძლევენ, ან მუშაობენ მაგალითად ბარისტად ან მანქანების სარეცხში. ეს იყო ის, რასაც ახალგაზრდები აკეთებდნენ, მაგრამ სოციალური მედიისა და იმ ადამიანებთან ურთიერთობის გამო, რომლებიც ბევრად მეტ ფულს შეულობენ, ასევე იმის გამო, რომ ნორმად იქცა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის მეტი ფულის ქონა, რადგან მათ ეს ფული უკვე გამოიმუშავეს და იმ ცხოვრების სტილით, რომელსაც ახალგაზრდები შეეჩვივნენ და მიეჩვივნენ, ლოგიკურია, რომ ადამიანები ამაზე გაღიზიანებულები არიან, მაგრამ უფრო ხომ არ არის ეს უფლების განცდის საკითხი, ვიდრე იმისა, რაც რეალურად ხდება. ინფლაციაზე, რომელიც დიდწილად გამოწვეულია COVID-ით. მე ყოველთვის მიყვარს ამის დაზუსტება და ვამბობ, რომ COVID-მა არც ერთი ჩვენი პრობლემა არ გამოიწვია. თავრობის რეაქციამ COVID-ზე გამოიწვია ჩვენი ყველა პრობლემა. მაგრამ რა თქმა უნდა, იცით, ჩვენ ამ გადაცემაში ვთქვით და მე ვადასტურებ, რომ თავრობის რეაქცია COVID-ზე ჩვენი დროის გამსაზღველი პოლიტიკური მოვლენაა. ეს 11 სექტემბერსაც კი არ ემატება. ეს ჩვენს ცხოვრებაში ბოლომდე დარჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მთავრობის გადამეტება ალბათ მსოფლიო ისტორიაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველამ ამ სიგიჟეში მიიღო მონაწილეობა. ზოგადილას ეს კიდევ უფრო უარესი იყო. ჩინეთში შეიძლება ფიზიკურადაც კი ჩაგეკეტათ სახლში. გონია, ესეც საინტერესოა, რადგან დღეს როცა ყველაფერზე სწრაფი რეაქციები გვაქვს და ახალი ამბების ციკლიც ასე სწრაფად იცვლება, ადვილია დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 5 წლის წინ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, როგორც ხალხმა წარმოუდგენლად ტრაუმული მოვლენა გამოვიარეთ. და ამას ნამდვილად აქვს გრძელვადიანი გავლენა. იმ დროს, როცა ჩვენ გრძელვადიან შედეგებზე თითქმის არ ვფიქრობთ. ეს ასეა, შენ ფიქრობ რა? რას გულისხმობ? ეს ხომ ეხლა ხდება? არა, ყველაფერს აქვს გრძელვადიანი გავლენა. თუ ბავში ხარ და ტრაუმა მიიღე, ეს აუცილებლად აისახება შენს ზრდასრულ ცხოვრებაზე. საქმე ასეა, წარსულში მომხდარი მოვლენები მომავალზე ახდენს გავლენას, მაგრამ ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობთ და ამას ვივიწყებთ. ეს არის მუზარმაზარი გლობალურად დამანგრეველი მოვლენა. იმ თაობისთვის, რომელზეც ძირითადად საუბრობთ, ანუ თაობა Z-ისთვის, ჩვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მათ არ უნდა გამოეკანან Uber Eats-ი. და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს დროს საკვები საშუალო შემოსავლის პროცენტულად უფრო ძვირი იყო და ნაკლები არჩევანი ჰქონდა, უფრო ცუდი არჩევანი. ბავშვობაში საჭმელს პირდაპირ უარესი გემო ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ მაინც გთურია ის დრო. ბევრად ნაკლები არჩევანი ჰქონდა და ჩვენგან უმეტესობა გაიზარდა, როცა ჭამდით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზრდასრულ ასაკში შევდიოდით და ბუნებრივად გადავდიოდით მშობლების კეთილდღეობიდან ჩვენს უფრო მოგზალებულ მდგომარეობაში. იცით, ბევრ ჩვენგანს ძალიან მოგზალებულად უწევდა ჭამა 20-იან წლებში, სანამ ფეხს მოვიკიდებდით და მეც დავიწყებდით. და მაინც ამ ბავშვებმა Uber Eats-ის გამოყენება იმიტომ არ დაიწყეს, რომ ეს მოსახერხებელია. მათ Uber Eats-ის გამოყენება დაიწყეს იმიტომ, რომ მთავრობამ უთხრა. საჭმელად სახლიდან ვერ გახო. ამიტომ სწორედ ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ ვზნობთ COVID-ის პერიოდის ხმა და ხანგრძლივ შედეგებს. ადვილია იმის თქმა, რომ ისინი ზედმეტად ხარჯავენ, რომ ძალიან დანაწევრებულები არიან, რომ ძალიან ინდივიდუალისტები გახდნენ სოციალური მედიის გავრცელების გამო. სანამ არ გაიხსენეთ, რომ ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში, ჩვენ ისინი პირდაპირ კომპიუტერებთან და ტელეფონებთან გამოვკეთეთ 2 ან მეტი წლის განმავლობაში. იმიტომ რომ ეს იყო ყველაფერი. ჰეი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. მართალია, ასე რომ მოლოდინების საკითხი ამ ყველაფრის დიდი ნაწილია. დიახ, იყო მასშტაბური მოვლენები, რომლებაც გარკვეული შედეგები გამოიწვია და ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამას შედეგები მოხვდება. ახალგაზრდა თაობა შეიგრძნობს იმ ყველაფრის შედეგებს, რაც COVID-თან მოხდა, რაც კონფლიქტებთან ხდება. რაც ხდება სოციალურ მედიაში, სადაც ჩვენ უბრალოდ ნორმად ვაქცევთ იმას, რომ პატარა ბავშვებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმაში შეუძლიათ ტექნოლოგიებზე წვდომა, რადგან ჩვენ როგორც მოზრდილები დამოკიდებულები ვართ ამაზე და არ ვიცით რა გავაკეთოთ. ამ ყველაფერს შედეგები მოხვება და ამ შედეგების ნაწილი ის არის, რომ ბავშვებს საკუთარი თავის მიმართ უფრო მაღალი მოლოდინები ექნებათ და უფრო მეტად უკმაყოფილონი იქნებიან. ანუ, ყველამ ვიცით, რომ უბედურების საიდუმლო საკუთარ თავს სხვებთან შედარება. თუ გინდა მთელი ცხოვრება შედარებაში გაატარო, ყოველთვის იგრძნობ, რომ საკმარისად კარგი არ ხარ და ეს მთელ ინტერნეტში ასეა. ეს არის მუდმივი შედარების თამაში. და თუ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სრულად ჩამოყალიბებულები და ბევრი ფული არ აქვთ, მუდმივად შეადარებ მათ, ვისაც მათზე მეტი აქვს, ისინი მუდმივად უბედურად იგრძნობენ თავს, ეგონებათ, რომ მეტი ეკუთვნით და მეც მოელიან. და მიუხედავად იმისა, რომ საკვების ხარისხი შეიძლება გაუმჯობეს და ან საკვებზე ხელმისაწვდომობა უკეთესია ვიდრე ადრე იყო და ეს ყველაფერი მართალია, ეს თითქმის ძნელია ესეთი მოლოდინების დაკლება ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც უფროსი თაობა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ნამდვილად უფროსად ვითვლები თუ არა, მაგრამ ჩვენგან ზოგიერთმა უნდა გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ქმედებებს შედეგები აქვს. და ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავბრაზდეთ, რომ Z თაობა ჩივის იმ ცხოვრებაზე, რომელიც თითქოს ვერცხლის ან ოქროს ლანგრით მიაწოდეს, ან როგორც სხვანაირად ეძახიან, ოქროს ბორკილებია. არამედ უნდა გავიგოთ, რომ ისინი ამ ყველაფერს ებრძვიან და ვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც საზოგადოებამ, რომ ეს გამოვასწოროთ. მადლობა ყურადღებისთვის, ქალბატონო მატა.